მე მგონი უკვე ლაივში ვართ. საღამოშიდობისა ძვირფასო მსმენელებო, ჩვენ ისევ სამედიცინო საკითხებით გიბრუნდებით და დღეს ერთ-ერთ საჭირო თემაზე გესაუბრებით. ეს არის პირისხრულის პრობლემები. ეს იქნება ასაკობრივი თუ სხვადასხვა მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობების დროს შესაძლებლობების მქონე ბავშვებში. და ამისთვის შევიკრიბეთ დღეს ისევ და ისევ ყავს მოწვეული სტუმარი, ყბასახის ქირურგი, სტომატოლოგი ლადიკო სახეჩიძე, რომელიც დაგვეხმარება ამ თემების გავცობაში და ჩვენი მუდმივი დამხმარე, რა თქმა უნდა, ლეკუნა ჯაფოშვილი. ასევე მე გახავართ თქვენი მონამორჩილი ირმა გოცირიძე, განვითარების პედიატრი. ეხლა ზოგადად ვიცით, რომ განსაკუთრებით ამ ჩვენ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს ძალიან ისეთი დიდი ქრონიკული რთული სამედიცინო პრობლემები აქვს, რომლებიც არანაკლებ მტკივნეულია ამ ბავშვებისათვის და განსაკუთრებით მტკივნეულია პირისხრულის ჯანმრთელობა, მისი მდგომარეობა, ეს არის ხრძილის პრობლემა, თუ თვითონ კბილის პრობლემა, რომლის სირთულე, ესე იგი, შეიძლება იყოს თვითონ არა მარტო ბავშვისთვის, არამედ მათი მომლელებისთვის, მშობლებისთვის, სტომატოლოგებისთვის და ქირურგებისთვისაც კი. ესე იგი, ვიცით, რომ განსაკუთრების საჭიროების მქონე ბავშვებში შეიძლება განვითარდეს ეს პირისხრულის სხვადასხვა მდგომარეობები, თერაპიულიც და ქირურგიულიც. რაზეც აი სწორედ ამ თემებზე გვინდა დღეს ვისაუბროთ და ამისათვის მოვიწვიეთ სასაუბროთ ჩვენი სტუმარი, რომელიც გვესაუბრება იმ ძირითად პრობლემაზე, რასაც ამ ასაკში, ბავშვთა ასაკში ვაწყდებით და განსაკუთრებით ამ შეფერხებების დროს. ბატონო ლადო, თუ შეიძლება მე ძირითადად ჩამოთვლი იმ ძირითად თემებს, რაზეც მშობლებს სურთ თქვენი სპეციალისტის რჩევები და პარალელურად თქვენი კითხვები, შეკითხვებზე პასუხები გაიგონ და თუ არ შეწუხდებით, გვიპასუხეთ ამ დასმულ შეკითხვებს და უცებ გეტყვით ძირითად თემები ეს არის სტომატოლოგიური პრობლემები, ტრავმები, რომელიც ხშირია ბავშვებში. აი განსაკუთრებით ნახეთ ისეთ ბავშვებს, რომელთაც გულყრები აქვს, აღენიშნებათ ეს კრუნჩხვები, უკონტროლო რეფლექსები, ან კუნთთა არასწორი კოორდინაცია, რის გამოც ხდება ეს მოვლენები. მერე კიდევ ცერებრული დამბლით და ან სხვა მძიმე და ღრმა ინტელექტუალური დარღვევების მქონე ბავშვებში, როდესაც აქვთ კბილზე ძლიერი ბჯენის პრობლემა, ბრუქსიზმი, ამაზე ალბათ აგვიხსნით და გვესაუბრებით. აუცილებლად გვინდა გავაჟღეროთ ბატონო ლადიკო, ესე იგი პრობლემა, როდესაც არის ჰიგიენის ტექნიკური პრობლემები, რა მტკივნეული პროცესები მიდის, როგორი ანთებები და რას გვეტყვით და რას დაარიგებთ ჩვენ მშობლებს. კიდევ ანომალიური კბილების ვარიაციები, ეს მემკვიდრული დეფექტებია თუ გენურ მუტაციებთან თუ რასთან არის დაკავშირებით, რო აგვიხსნათ. და პაროდონტის დაავადებები, ადრეულია, გვიანია თუ ეს არასრული თანკბილვა და ამოსვლა, როდის ხდება, რატო ხდება. აი ამ და სხვა საკითხებზე, რასაც თქვენ ჩათვლით, საჭიროდ თუ არ შეწუხდებით, გაგვესაუბრეთ დღეს და დაუთმოთ ჩვენი ეთერი აი ამ თემებს. გისმენთ, ბატონო ლადიკო? პირველ რიგში მოგესალმებით, მე ვესალმები ტელემოყურებელს. რაც შეეხება სწორ პირისხრულის ჰიგიენას, დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და მით უმეტეს შეშრომილ პირებში. აუცილებელი არის ეს, რა თქმა უნდა, არის დამოკიდებული დიდი წვლილი ამ პროცესში უძღვის, რა თქმა უნდა, მშობლებს და იმ პირებს, ვინც ზრუნავს ბავშვებზე. მნიშვნელოვანი არის კბილების გახეხვა მინიმუმ დღეში ორჯერ. არის სპეციალურად ბავშვებისათვის შექმნილი კბილის ჯაგრისები, რომელიც არის შედარებით რბილი
რომელიც არ აღიზიანებს ღრძილებსა და ლორწოვანს. არის ბავშვებისთვის ადაპტირებული კბილის პასტები, რომელსაც აქვს შედარებით უფრო ხილის გემონური თვისებები და ბავშვისთვის მისაღებია. არსებობს ასევე სხვადასხვა ტიპის ირიგატორები, რომელიც პირის ხვრუს ჰიგიენას უზრუნველყოფენ. აუცილებელი არის ჰიგიენის დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარდება ისეთი დაზიანებები, რომელიც არის კარიესი, ასევე ლორწოვანის დაზიანებები, ეს არის გინგივიტი, ეს არის სტომატიტი. სამწუხაროდ ესეთ დაზიანებებს საბოლოო ჯამში მივყავართ კბილების ნაადრევ დაკარგვამდე, რაც შემდგომში იწვევს თანკბილის დარღვევას და უფრო რთულ გართულებებს, რაც შეეხება აბსცესებისა და ფლეგმონების ჩამოყალიბებას. ასეთ შემთხვევაში უკვე სამწუხაროდ გარდაუვალი არის ხოლმე ქირურგიული ჩარევა. სწორედ ამ დიაგნოზებით ხშირად უკვე პაციენტები ხდებიან ხოლმე ჩვენთან ქირურგიულ განყოფილებაში, სადაც უკვე ჩვენი ჩართულობა ხდება საჭირო. რაც შეეხება შემდგომ თემას, ეს არის ბრუქსიზმი. ბრუქსიზმი შესაძლებელია გამოწვეული იყოს კუნთის მომატებული ტონუსით და ასევე შესაძლებელია გამოწვეული იყოს ჰელმინთებით, ანუ უკაცრავად ვერ გავიგონეთ? ჰელმინთებით. დიახ. ჰელმინთებით შეიძლება იყოს ეს ასევე გამოწვეული. ამიტომ ეს ამის ჭიების ინვაზიით, ხო? კი, ჭიებით შესაძლებელია იყოს გამოწვეული. ამიტომ აუცილებელი არის ამის დიაგნოსტირება. ბრუქსიზმი თუ ეს არის საღეჭი აპარატურის კუნთების გამოწვეული, ასე ვთქვათ, ზედმეტი ძალით, საბოლოო ჯამში იწვევს კბილების ზედაპირების გაცვეთას და ტრავმას. თანკბილის დადაბლებას. ეს შეიძლება გამოიხატოს უკვე პერიოდონტის ქსოვილის მუდმივ ტრავმაში და საბოლოო ჯამში მივყავართ კბილის მორყევამდე და მის დაკარგვამდე. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში ბრუქსიზმის დროს გვჭირდება ჩვენი კოლეგების დახმარება, როგორც არიან ორთოდონტები. შესაბამისად, ორთოდონტები ამზადებენ სპეციალურ კაპებს, რომელიც დგება კბილებზე და ხელს უშლის წვეთას. უკაცრავად შეგაწყვეტინებთ და კონკრეტულად ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა თუ შეიძლება ტიპიური განვითარების ბავშვებში შეხვდეს? ეს შეიძლება იყოს თანხლები ესეთ ბავშვებში, რომელსაც აქვთ მომატებული კუნთების ტონუსი, ან შეიძლება იყოს ცალკე განვითარებული პათოლოგია. ანუ დიახ, აუცილებლად ნევროლოგიურ პასუხია, რაღაც ნევროლოგიური დაზიანების, ხო? აუცილებლად. ეს არის მომატებული კუნთების ტონუსი. გავიგეთ, დიახ. ესე იგი გვინდა ჩვენი კოლეგების აუცილებლად საჭიროა ჩარევა, არა მარტო თქვენი. მიდგომა არის კომპლექსური, აუცილებელი არის ჩაერთოს ნევროლოგი, თუ ეს ნევრული სისტემიდან არის გამომდინარე, როგორც თქვი, ასევე საჭირო არის ჩაერთოს ორთოდონტი, თუ გენერალიზებულად მიმდინარეობს წვეთა კბილების, ასევე საჭიროა ჩაერთოს თერაპევტი სტომატოლოგი, რომ მოხდეს ამ განაცვეთი კბილების აღდგენა, რათა კბილთა ფუნქციური მდგომარეობა არ დაირღვეს. გასაგები. შემდგომ თემას რაც შეეხება, ეს არის ანომალიური კბილები. ანომალიური კბილების განვითარების მექანიზმი არის სხვადასხვა. რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი წილი ესმოდის გენეტიკაზე. შესაძლებელია მაგალითად რომელიმე მშობელს ან მათ წინაპარს ჰქონდეთ ესეთი შემთხვევა და თავიჩინოს შემდეგ თაობაშიც, ან შეიძლება დამოუკიდებლადაც განვითარდეს ზეკომპლექსური კბილები. იგი შესაძლებელია შეგვხვდეს როგორც ზედახვაზე, ასევე ქვედახვაზე. მას ესე ვთქვათ, არანაირი ჩივილი არ გააჩნია, ვითარდება უმტკივნეულოდ, რომელიც შეიძლება ამოიჭრას და დადგეს რკალგარეთ, ანუ კბილების მიღმა პირის ხვრუს მხრიდან ორალურად ან ვესტიბულურად, ანუ წინა მხარეს, ან მთლიანად რეტენირებული იყოს ყბის ძვალში.
უკაცრავად რო გავნმარტოთ ეს ტერმინი მშობლებს, ანუ შეიძლება იყოს ჩაბრუნებული თუ როგორ შეიძლება იყოს ხბის ზვალში მთლიანად ირგვლივ ფარავდეს მას ზვალი და არ მოხდეს მისი ამოჭრა. ესეთი ჩანასახში დარჩეს ეგრეთ წოდებული. ჩანასახში დარჩეს, კი. გავიგე. ესეთი მდგომარეობა რაც რენტგენოლოგიურად ჩანს ალბათ, ხო? კი. ეს შესაძლებელია მხოლოდ გამოვლინდეს, ესე ვთქვათ, რენტგენზე, ან გამოვლინდეს დაარღვიოს კბილთა რკალი, თანკბილვა. აი, შესაძლებელია თუ ზედაყვაზე არის ფრონტალურ მიდამოში, განვითარდეს ეგრეთ წოდებული დიასთემა. დიახ, ეს არის ნიშნავს პატოლოგიკა. დიასთემა არის, როდესაც ცენტრალურ კბილებს შორის არის სივრცე, დიდი ზომის სივრცე, ანუ ეს ორი კბილი ერთმანეთისგან არის დაშორებული. ამ შემთხვევაში ხდება უკვე ქირურგიული ჩარევა და ამ ზ-კომპლექსური კბილის მოშორება, რომელიც ადამიანს არაფერში არ ჭირდება, ანუ ეს კბილი აბსოლუტურად უფუნქციოა. და მაპატიეთ აქვე ჩაგეკითხებით ამ თემასთან დაკავშირებით. ამას თუ ამჩნევს მშობელი, ელოდება რამე ასაკს და კბილების ცვლილება ისა ცვლას და მერე მოდის თქვენთან სპეციალისტთან თუ სანამ ესე იგი რაღაც 7-8 წლიდან მოხდება ეს კბილის თუ მანამდე ურჩევთ. ნუ აქ ასაკს ესე ვთქვათ არ ველოდებით თუ ის ზ-კომპლექსური კბილი პაციენტს ესე ვთქვათ აწუხებს, ამ შემთხვევაში ყველანაირად ჩვენ ვერევით ვაშორებს. მეორე მიზეზი უკვე არის, რომ შემთხვევით აღმოჩენილი კბილი, რენტგენზე აღმოჩენილი, რომელიც პაციენტს აბსოლუტურად არაფერში არ აწუხებს, თუ არ ქმნის თანკბილვის დარღვევას. თუ არღვევს თანკბილვას, ამ შემთხვევაში ასაკის მიუხედავად ნებისმიერ ასაკში ხდება ამ კბილის მოშორება. ზ-კომპლექსური კბილა ეს. და შეეხება ზ-კომპლექსურ კბილებთან ვიტყვი, მაგრამ ეს არის ხშირად რეტენირებული მერვე კბილები, რომლებიც უკვე რუდიმენტ კბილებად მოიხსენება. ამ კბილებს უფრო ვუფრთხილდებით, ესე ვთქვათ, და გარკვეულ ასაკში ხდება ამ კბილების მოშორება, როდესაც უკვე ჩამოყალიბებული არის თანკბილვა. ამ კბილების მოშორებაც ხდება უკვე ორთოდონტიული ჩვენებით, როდესაც ორთოდონტი საჭირო თვლის არღვევს თანკბილვას და გადმომისამართება ხოლმე უკვე ჩვენთან ქირურგებთან და ამ შემთხვევაში ვაშორებთ თანკბილვას. სხვა შემთხვევაში ამ მერვე კბილებზეც არ ვერევით. გასაგები. ჩაგეკითხებით ისევ თქვათ და ეს არ მოხდა დროულად მომართვიანობა გარდა იმისა რომ ეს ღეჭვის ფუნქცია იქნება რა თქმა უნდა გაძნელებული ბავშვებისთვის რაც გაცუდი ეგრეთ წოდებ ჭყალებში ცუდი გამოსავალი რა შეიძლება კიდევ მოხდეს რო გითხრათ ასეთ შემთხვევაში ეს ამ ანომალურ კბილებთან დაკავშირებით ხო? დიახ. ცუდი შესაძლებელია მოხდეს ის, რომ ამ კბილებს ირგვლივ არ ტყავს ესე ვთქვათ მისი ფოლიკულა, ანუ მისი რიზიანაც ვითარდება ეს კბილები. დიახ. და ზოგ შემთხვევაში ეს ფოლიკულა გადაგვარდება როგორც კისტა. კისტა, რომელიც იზრდება და შლის ირგვლივდებარე ძვალს და იკავებს მის ადგილს, ესე ვთქვათ. თუ ესეთი პროცესი მიმდინარეობს, უკვე მშობელი ამჩნევს დეფორმაციას, ეს თუ იქნება ზედახვაზე გამუბერილობის სახით და ამ შემთხვევაში მოგმართავს ხოლმე უკვე ჩვენ დასახმარებლად და უკვე რენტგენოლოგიურადაც აღმოჩნდება ხოლმე და რენტგენოლოგიურადაც დასტურდება, რომ ეს არის ფოლიკულური კისტები. რა თქმა უნდა, ტკივილიც ახლავს ალბათ, ხო? ტკივილი ნაკლებად. ტკივილი ნაკლებად ახლავს, უფრო შესამჩნევი ხდება ხოლმე დეფორმაცია გამუბერილობის სახით. ტკივილი ახლავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდა მისი დაინფიცირება და დაჩირქება. გავიგე. გამწვავების ფაზაში. ამასობაში შეგაწყვეტინებთ თუ ამ კონკრეტულად ამ თემას თუ ამოვწურეთ, ხო? კი ბატონო. კითხვები შემოვიდა, თუ შეიძლება წაგიკითხავთ.
ესე იგი, გამარჯობათ, შესაძლებლობის მქონე ბავშვი მყავს და ხცილები აქვს ძლიერ ჩაწითლებული, რა და როგორ ვუმკურნალო. ალბათ ეს თქვენ გაქვთ ამაზე ისა პასუხი, ეს ალბათ ეგრეთ წოდებული გინგივიტებზეა, ხომ, რაც ძალიან დიდი პრობლემა არის. მოგეხსენებათ ძვირფასო მშობლებო, რომ ყოველი მეორე მიმართვიანობა სტომატოლოგებთან და პედიატრებთან ჩვენთან გვაქვს ხოლმე განვითარების პედიატრებთან აი ასეთი სახის და აბა მოусმინოთ სპეციალისტი. სამწუხაროდ გინგივიტები გამოწვეული არის ისევ და ისევ ჰიგიენის პრობლემით. არ ხდება სრულფასოვანი ჰიგიენა. მოგეხსენებათ პირის ღრუში არის 400 და მეტი სახეობის მიკრობი, რომელიც ნებისმიერი ადამიანის პირის ღრუში გვხვდება. ეს არის პირობით პათოგენი მიკრობები, რომელიც აბსოლუტურად უნებელი არის ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობაში, ხოლო თუ მას შეექმნებათ ხელსაყრელი პირობები, ისინი გადადიან უკვე პათოგენ მიკრობებად, რომელიც უკვე იწვევენ გინგივიტებს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აქ უკვე მნიშვნელოვანი არის სრულფასოვანი ჰიგიენა ბავშვებში, თუ სრულფასოვანი ჰიგიენა სახლის პირობებში, ასევე პროფესიული ჰიგიენა. რა თქმა უნდა, აქ თუ არის ბავშვის მნიშვნელოვანი ქცევითი პრობლემები, ანუ ვერ ხერხდება სტომატოლოგიურ სავარძელზე პროფესიონალური ჰიგიენის ჩატარება, ალბათ ეს უკვე უნდა განხორციელდეს ნარკოზის საშუალებით, დაახლოებით 6 თვეში ერთხელ მაინც, რომ მთლიანად ჩატარდეს პირის ღრუს ჰიგიენა, აქ იქნება დაზიანებული კარიესული კბილების დაბჟენა, ნადებებისა და ქვების პროფესიონალურად მოცილება, ხოლო შემდგომ უკვე ამ პროცედურის შემდგომ მშობლები შეძლების დაგვარად უკვე სახლის პირობებში გააგრძელებენ სტომატოლოგიის რეკომენდაციასა და პირის ღრუს ჰიგიენის დაცვას. ეს რა თქმა უნდა ხანგრძლივი პროცესია და პერიოდულად ყოველთვის მოუწევთ ხოლმე ესეთი პროცედურების ჩატარება. წინააღმდეგ შემთხვევაში სამწუხაროდ აღნიშნულ პრობლემებთან გვექნება ისევ საქმე. დიახ, აქვე ჩავერთვები, მშობლებს ხშირად აქვთ ხოლმე სურვილი, რომ გააკეთონ პირის ღრუს ბაქტერიოლოგია. როგორც წესი, მშობლებო, არის ისეთი ბაქტერიების აღმოჩენა, რაზეც არის ხოლმე შეშფოთებული მიდგომა, რომ სტაფილოკოკია არ არის საშიში, ხო, ბანალადიკო და არანაირად საშიში არ არის, როგორც თქვი, პირისთვის ჩვეული ამბავი. 400 და მეტი სახეობის მიკრობი არის, ამიტომ ამოითესება აუცილებლად ეგ მიკრობი. თუმცა თუ მას რაც შეეხება ვთქვათ სოკოვანი დაავადება, ასეთ შემთხვევაში თუ ამოითესა, ამას ხო ნამდვილად ვუკურნალებთ? კი, ამას კი ჭირდება უკვე შესაბამისი მკურნალობა, ინიშნება ანტიფუნგალური უკვე მედიკამენტოზური მკურნალობა, როგორც გენერალიზებული, ასევე ლოკალური სავლებების სახით. აჰა, დიახ. მადლობა. წავიკითხავ თუ შეიძლება, სანამ გადავალთ შემდეგ საკითხზე. კი ბატონო. გამარჯობათ, ერთი კითხვა მაქვს. ენის ლაგამი რა არის, რა დროს და რა შემთხვევაში უნდა აიჭრას? დიახ, რომელიც შვილებში უფრო გვხვდება და შეგვხვედრია? კი ბატონო, ენის ლაგამი არის განვითარების ესე ვთქვათ მანკი, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში ნორმალურ მდგომარეობასთან შედარებით უზღუდავს ენის მოძრაობას. ენის ლაგამის შემთხვევაში ესეთი ორი მიდგომა არსებობს. თუ ენის ლაგამი არის ძალიან თხელი, აპკისებრი, მისი ჩაჭრა ხდება ბავშვის დაბადებისთანავე. რადგან შემდგომში ბავშვს არ შეუშალოს წოვის აქტში ხელი. ხოლო თუ ენის ლაგამი არის და ეს ჩაჭრაც ხდება მხოლოდ ასე ვთქვათ სქელ-კუნთოვან შრემდე. პირველადი ჩარევა, რაც შეიძლება გაკეთდეს, ეს არის თხელი აპკის ჩაჭრა. რომელიც არ არის საშიში, ხო? რომელიც არ არის საშიში, არ არის მტკივნეული, არ არის სისხლდენი, აბსოლუტურად, ასე ვთქვათ, უმტკივნეულია, ბავშვი იმ დღესვე ჩვეულებრივ კვებას აგრძელებს და ჩვეულებრივ უპრობლემო ცხოვრობს როგორც ენის ლაგამის ჩაჭრა. ეს რაც შეეხება თხელს. ხოლო ჩაჭრის მიუხედავად ზოგ შემთხვევაში ამ თხელ აპკს მოსდევს ხოლმე უფრო სქელი აპკი, რომელიც უკვე
კუნთოვანი შრისაგან შედგება, მისი ჩაჭრა ჩვილ პერიოდში ვერ ხდება, იმიტომ რომ სისხლდენია და ამას უკვე გადავალვადებთ ხოლმე 1 წლამდე. უკვე 1 წლის თავზე მოგმართავენ და ხდება უკვე გეგმიური ოპერაცია, რა თქმა უნდა, ნარკოზის ქვეშ იძინებს ბავშვი, კეთდება უკვე ენის ლაგამის პლასტიკა, იკერება ისრეობრივად და რეაბილიტაციის პერიოდი არის დაახლოებით 3 და 5 დღემდე. აჰა. ეს ენის ლაგამის კორექცია სასურველია ჩატარდეს, სანამ ბავშვი დაიწყებს საუბარს, რადგან ხშირ შემთხვევაში ენის ლაგამი ბავშვს ხელს უშლის სწორ მეტყველებაში. კი. იმიტომ რომ მომართვიანობა ხშირად გვაქვს ხოლმე, რომ ბავშვები ენაბორძეკის სხვა რამეა კი მოგეხსენებათ, მაგრამ ვთქვათ ჩლიფინით საუბარი შეიძლება იყოს დაკავშირებული და ენის ლაგამი ხელს არ უშლის, ესე ვთქვათ, ბავშვს საუბარში, ბავშვი მეტყველებს, უბრალოდ აქვს რაღაც ბგერების ხარვეზი. დიახ. ვერ გამოთქვას ყველა ბგერს, ვერ გამოთქვას ყველა ბგერას სწორად. დიახ და მშობლებო გთხოვთ რომ არ დავაგვიანოთ და ეს დროულად იყოს, იმიტომ რომ რაც უფრო გვიანია, უფრო მათი ნერვული სისტემა, ხა პატარაც 1 წლის ბავშვის რა თქმა უნდა და უნდა დავზოგოთ ასეთ ყოველგვარი ოპერაციული ჩარევის გამარა, თუ გამოვალი მდგომარეობია ჯობს სანამ რამდენიმე სიტყვას და დიანებას. კი, თუ ეს კვეთრად გამოხატული ენის ლაგამი არის, ჯობს რომ სანამ მეტყველებას დაიწყებს, მანამდე მოხდეს ჩარევა. თქმა უნდა, უკვე მეტყველების დაწყების შემდგომაც, როცა გამოვლინდება დეფექტი საუბრის შემთხვევაში, ამ შემთხვევაში უკვე ჩვენი ჩარევა აუცილებელია. დიახ. იცით, აქვე არის იგივე შემოსული ეს თერაპიული ტიპის კითხვა, ხრძილების სიწითლე და პირის ღრუს გამწვავება, ალბათ პროცესის გამწვავება, მუწუკები პირის ღრუში, რომელიც პერიოდულად ჩნდება. ხო. აი ეს უკვე ალბათ შეიძლება რა ან სოკოვანი, ან თქვენ რას გვეტყვით და პრობლემები შეიძლება იყოს. ეს, ეხა მუწუკები სავარაუდოდ არის სტომატიტი, სავარაუდოდ ან სტომატიც უწოდებენ, ან სავარაუდოდ ეს არის ფისტულები, რომელიც წყალივდება კბილის დაზიანების შედეგად ხვრელარხების სახით, რომელიც კბილის ფესვის საპროექციოდ მდებარეობს. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გავიმეორებ, ეს გამწვავებები დაკავშირებული არის ჰიგიენასთან, უნდა ხდებოდეს ყოველდღიური ჰიგიენა სახლის პირობებში, სრულფასოვანი. და მომართვიანობა უნდა იყოს თქვენთან, სტომატოლოგებთან თუ ოტოლარინგოლოგებთან, ამ შემთხვევაში რომ დავაკვალიანოთ ეს მშობელიც? არა, ეს რა თქმა უნდა სტომატოლოგის კომპეტენციაა, სტომატოლოგთან უნდა იყოს პირველ რიგში, კი ბატონო, უნდა მიმართონ თერაპევტ სტომატოლოგებს ამ შემთხვევაში, რადგან ასწავლონ მათ სწორი ჰიგიენა და პირის ღრუს მოვლის საშუალებები სახლის პირობებში. კარგით. ეს შეიძლება შეიცეს, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურად უკვე ბავშვიდან გამომდინარე. დიახ. მის ქცევიდან გამომდინარე. კარგით. მოდით ხوار გავაგრძელოთ რამე თემა თქვენს მიერ რაც გნებავთ გადმოგცეთ და ამასობაში კიდე დაგვიგროვდება კითხვები. კი ბატონო. ხო, რაც შეეხება ეხა ისევ და ისევ ამ პირის ღრუს ჰიგიენის სირთულეებზე ვისაუბროთ. კი ბატონო. ახალ ხერხდება სრულფასოვანი თერაპიული და ჰიგიენის სრულფასოვანი დაცვა. სამწუხაროდ ესეთი პაციენტებში ხშირად ვხვდებით ისეთ დაავადებებს, როგორიც არის უკვე პირის ღრუს აბსცესი. ეს შეიძლება იყოს პერიოსტიტის სახით, ჩირქოვანი პერიოსტიტის სახით, პირის ღრუში ჩამოყალიბებული. ამ შემთხვევაში ჩვენ უკვე იძულებული ვხდებით ხოლმე, რომ ჩავატაროთ ნაადრევი ექსტრაქციები, წინააღმდეგ შემთხვევაში ვღებულობთ ქართულებებს უკვე ჩამოყალიბებული ფლეგმონების სახით. ამ შემთხვევაში პაციენტების ჰოსპიტალიზება ხდება საჭირო და ჰოსპიტალურ პირობებში მკურნალობა. აჰა. თქვენ გულისხმობთ, რომ დავაკონკრეტოთ მშობლებისთვის კბილის ამოღებას, რა თქმა უნდა, ეს ქირურგიული და ნარკოზის გზით, ხო, ეს ტერმინმა რო არ დააბნიოს მშობლები, რაც რა თქმა უნდა 1-2 საათში შეიძლება
ვერ გადაწყდეს ხომ, საჭიროა შესწავლა, რენტგენი და შემდგომ კი ბატონო, ეს არის რაღაცა უკვე პერიოდი. გართულებული მდგომარეობა. გართულებული მდგომარეობა. ამიტომ ისევ და ისევ მნიშვნელოვანი არის პირისყრის ჰიგიენის დაცვა. ეხლა რაც შეეხება აი ჩვენს წინაზე ვსაუბრობდით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში სახელმწიფო დაადგინა ესე ვთქვათ სტომატოლოგიის დაფინანსების საკითხები. გარკვეულწილად მნიშვნელოვანია ჩვენი მსმენელისთვის. მადლობთ რომ შეეხეთ ამ თემას. რადგან გარკვეულწილად ესეც ბარიერი არის მშობლებისთვის. სამწუხაროდ ნარკოზი და სტაციონარი დიდ თანხებთან არის უკვე დაკავშირებული და ბევრ მშობელს არ აქვს ამის შესაძლებლობა ფიზიკურად მიმართოს და უმკურნალოს ბავშვს. ამიტომ როგორც ვთქვით, სახელმწიფომ განსაზღვრა ეს უკვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებში და გარკვეული კლინიკები უკვე თანდათან ერთვებიან და ალბათ იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი კლინიკა გამოთქვავს სურვილს ჩაერთოს ამ პროგრამაში. რაც უკვე ბავშვს და მშობელს მიცემს საშუალებას, რომ სრულფასოვნად კონდეს პირისყრულ მოწესრიგებული, ესე ვთქვათ. ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს მართლმკვლელი საკითხია და ვიცით, რომ მშობლების ჯგუფი მუშაობს ამაზე. პარლამენტშიც გავიდა ეს საკითხი, ჯანმრთელობის სამინისტროსთან უკვე ძალიან აქტუალურია და მადლობლები ვიქნებით თუ ჩვენ მშობლებს თქვენც როგორც პროფესიონალები დაუდგებით გვერდში და ორი აზრი არ არის რომ დაუდგებით და ამ საკითხს გადავჭრით. ამასობაში შემოვიდა რამდენიმე კითხვა, თუ შეიძლება გავაჟღერებ. მოგესალმებით, ხცილების სილურჯე რამ შეიძლება გამოიწვიოს და როგორ ვუმკურნალოთ? ხცილების სილურჯე შესაძლებელია გამოწვეული იყოს თუ ბავშვმა მიიღო ტრავმა ამ შემთხვევაში თუ მშობელი აღნიშნავს ამას თუ მოგწერს კარგი იქნება. კარგით, ამას ჩავეკითხებით, მაშინ კონკრეტულად დიახ და რა წინაპირობა ჰქონდა და თქვენ ესე იგი მოგახსენებთ და გთხოვენ ისა თუ შეიძლება დავაკონკრეტოთ რომელი კლინიკები აპირებენ ჩართვას თუ გაქვთ ინფორმაცია? სამწუხაროდ ეხლა ეს კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს კონკრეტულ კლინიკებთან დაკავშირებით. ხო, იმიტომ რომ მომზადების პროცესში არიან და ალბათ ცირე დროში გამოჩნდებიან უკვე ეს კლინიკები. კარგით. და ერთი ასეთი კითხვა შემოვიდა, რომელიც ეხლა ამ თემას არ ეხება, მაგრამ ესე იგი მშობელს მინდა რომ გავცე ისა პასუხი, ბავშვი არის მძიმე დიაგნოზით, ეპილეფსიით, ცერებრული დამბლით და მთელი რიგი კითხვები აქვს, მინდა დაუკავშირდე შემდგომ ამ მშობელს და გული არ დაწყდეს, აუცილებლად ჩვენი ლაივის მერე მას დაუკავშირდებით და ამ კონკრეტულ სხვა სახის კითხვები აქვს მას და ესე იგი გავცემთ. შემდეგი კითხვა, რაც ჩვენ სტუმარს ეხება, ეს არის ესე იგი მინდა კითხოთ, როდის შეიძლება ბავშვს მივცეთ მტორის პრეპარატები და რამდენად ხშირად? თუ შეიძლება. ხშირ შემთხვევაში მშობლები მოდიან ხოლმე სწორედ მაგ კითხვის, ესე ვთქვათ ჩვენთან. აქ მშობლები გვეუბნებიან, რომ მივცეთ თუ არა მტორი, მივცეთ კალციუმი, მივცეთ დ-ვიტამინი ბავშვს. რა თქმა უნდა, ეს პრეპარატები მნიშვნელოვანი არის, ესე ვთქვათ, ძვლოვანი სისტემისათვის და მათ შორის კბილებისათვის. თუმცა, მისი, ესე ვთქვათ, ზედაპირულად დანიშნა პროფილაქტიკის სახით არ არის მიზანშეწონილი, თუ დეფიციტი არის ორგანიზმში, უნდა ჩატარდეს შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაცია, ლაბორატორიული კვლევები და თუ დეფიციტია, ამ შემთხვევაში უკვე დაინიშნება შესაბამისი კურსით. წინააღმდეგ შემთხვევაში არაეფექტური იქნება და ხშირ შემთხვევაშიც უკვე იწვევს სხვა დაავადებებს გადაჭარბებული მაგალითად იგივე თორის მიღება. რაც გამოვლინდება კბილების ფლუოროზით ცალკეული დაზიანებებს იწვევს. ამიტომ ჯობია რომ ეს უკვე სპეციალისტს მიმართონ, ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები
თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია უკვე დავნიშნოთ ესა თუ ის ვიტამინები. გასაგებია, მადლობა. შემდეგი კითხვა ასეთი სახის არის. ჰიგიენა ტარდება დროულად, მაგრამ ბავშვს ზედაკბილებზე აღენიშნება შავი ნადები, რომელიც ვერაფრით ვერ მოვაშორეთ. ან შორდება პერიოდულად. სანამ ჩვენი სტომარი გვიპასუხებს, მეც მინდა თქვენის ნებართვით რომ ვთქვა, ხანდახან არის ესეთი მდგომარეობა, მართლა სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც პირის ღრუს ვთქვათ ჰიგიენასთან არ არის დაკავშირებული, ეს იგივე მართალია რომელიმე ვიტამინის დეფიციტი შეიძლება იყოს, ან ჰიპერვიტამინოზი და ესეც ალბათ ლაბორატორიული კვლევის შედეგად დგინდება და მე ჩემი მხრივ ამას მოგახსენებთ, ეხლა მოусმინოთ ბატონ ვადიკოს რას გვეტყვის ამაზე. თუ სრულფასოვანი ჰიგიენა აქვს ბავშვს ჩატარებული და ეს ლაქები არის ასე ვთქვათ კბილის ფისურულ ზედაპირებზე, შავი ლაქები, ხო, შავი ლაქა შეიძლება ის იყოს უკვე კარიესული დაზიანება და ჰიგიენით ესე ვთქვათ მას ვერ ავალაგებთ. უკვე საჭირო არის თერაპევტის სტომატოლოგის დახმარება, ამ კბილების პრეპარირება და დაბჟენა. გავიგეთ. გასაგებია. კარგით, თუ ხომ არ გააგრძელებდით ჯერჯერობით, არ არის არაფერი კითხვები და თუ რამე გნებავთ რომ გითხრათ კიდევ? ხშირ შემთხვევაში, ესეთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებში არის ჰიპერსალივაცია. ой, რა კარგია, დიახ, ეს თემა აუცილებლად გასაჟღერებელია თუ შეიძლება, დიახ. ჰიპერსალივაცია არის ჰიპერსალივაცია ნერწყვის ჭარბი მოდინება, ესე ვთქვათ, ბავშვი ვერ ასწრებს ამ ნერწყვის ჩაღლაპას და გადმოდის პირის ღრუდან ეს ნერწყვი, რაც ძალიან უკვე შემაწუხებელი არის თვითონ ბავშვისათვის. ამ შემთხვევაში არის ესეთი თანამედროვე მიდგომა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. ტარდება ბოტოქსით მკურნალობა სანერწყვე ჯირკვლებზე, რაც ახდენს სალივაციის შემცირებას და ხსნის ამ პრობლემებს. აჰა. დიახ, ჩვენმა მშობლებმა ზოგიერთმა მათგანმა იციან, დიახ, ამ ბოტოქსის ინექციის შესახებ, რომელიც როგორც ვიცით, 6 თვე გრძელდება, ხო, მიღების მოქმედება და კიდე განმეორება საჭიროებს, ხო, ბატონო? განმეორება საჭიროებს ეს გარკვეული პერიოდი. ანუ ეს ნიშნავს, რომ გვეკითხებიან ხოლმე მშობლები, რომ მუდმივად სამწუხაროდ ამ პრობლემის ალაგება არ ხდება, ხო? არა, მუდმივად ხო, სამწუხაროდ არა, ეს არის პერიოდული ინექციების სახით შედის ბოტოქსი. და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს პრობლემა მოიხსნება ხოლმე ესეთი ტიპით დაავადებულ პაციენტებს. გასაგები. აქვე არის ესეთი კითხვა, ხომ როგორ გეტყვით, რა არის კბილების ბრტყელი წვეთა, ან კბილის აბრაზია? რამაც შეიძლება გამოიწვიოს კბილის დაკარგვა? კბილების წვეთა ეს და აბრაზიაც ორივე გამოწვეული არის კუნთების მომატებული ტონუსით. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული ასევე კბილების დაკარგვით, ცალმხარეს, რაც მეორე მხარეს იწვევს ხეჭვის პაციენტი ხეჭავს მეორე მხარეს, შესაბამისად თათვირთვა არის ცალმხარეს გაძლიერებული და ხდება კბილების ზედაპირების გაცვეთა. ასევე მოჭარბებული ძალის გამოყენება, იგივე შეიძლება იყოს განვითარებული ბრუქსიზმის შედეგად. კბილებზე მოდის დიდი ზედმეტი ძალა, ესე ვთქვათ, რაც იწვევს კბილის ზედაპირებიდან მინანქრის ატეხვას და ეს გამოვლინდება უკვე აბრაზიის სახით. კბილის გვირგვინზე, ხოლო მის ფისურულ ზედაპირზე, სახით ზედაპირზე გამოვლინდება კბილების გაცვეთით. დიახ, რომელიც რა თქმა უნდა, ესა უნდა შეამჩნიოს მშობელმა და დროზე მოგმართოთ, ხო? კი, აი თავიდანვე ვისაუბრეთ ჩვენ ბრუქსიზმზე, რომ ეს კომპლექსური დაავადებაა და შესაძლებელია ჩავთვლილდეს. კი, ზუსტად ბრუქსიზმის შედეგად შეიძლება იყოს გამოწვეული ეს მომატებული წვეთა და აბრაზია. დიახ.
ესეთი სახის კითხვა გვაქვს თუ ბავშვს აქვს სერიოზული სამედიცინო მდგომარეობა, მაგალითად როგორც არის შიცი ან ავთვისებიანი მდგომარეობა, რამე განსაკუთრებული უსაფრთხოებისა და პრევენციული ზომების დაცვა ხომ ხდება აუცილებლად ამ სტომატოლოგიური მკურნალობის დაწყებამდეო? Რა თქმა უნდა ხდება, მაგრამ რამე განსაკუთრებული თუ გვაქვს რომ მოგვახსენოთ? განსაკუთრებული რას გულისხმობს ახლა პაციენტი თვითონ ეს დიახ, ალბათ უფრო შიში აქვს ხო რომ კიდევ რამე ალბათ რამე დაავადება თანხლები არ მოხდეს, გართულება ალბათ ამ არსებული დაავადება. არავითარი გართულება სტომატოლოგიური ჩარევის დროს ესეთი პაციენტებში როდესაც მაღალი დონის კლინიკა არის, ალბათ განსაკუთრებული შემთხვევაში არ შეიძლება, ან როგორც ჩვეულებრივი პაციენტი, აბსოლუტურად მიდგომა არის იგივე ესეთი ტიპის პაციენტების მიმართ. არ ვიცი ახ კონკრეტულად რა შინაარსის კითხვა არის ეს დაკავშირებული დიახ, შიში ალბათ მშობლის უფრო არა. დიახ. ხო, არავითარ შიში არ უნდა ქონდეს სტომატოლოგი პირიქით, უნდა მოხდეს სრულფასოვანი ამ შემთხვევაში ჰიგიენა, იმიტომ რომ პირის სრულწლოვანი აივის შემთხვევაში უფრო მეტად არის მიდრეკილი დაინფიცირებებისკენ, უფრო მეტად არის მიდრეკილი გინგივიტისკენ, პერიოდონტიტისკენ, რაც იწვევს უკვე პირის სრულს ანთებას და ლორწოვანის ანთებით გადაგვარებებს. ამიტომ პირიქით უფრო ხშირად უნდა მიმართონ სტომატოლოგს ესეთმა პაციენტებმა. დიახ. და მე მინდა რომ კითხოთ ჩვენი ესე იგი ტკივილი, ჩვენი მშობლების ტკივილი, ესე იგი, როდესაც აი ბავშვებს აქვთ ეს ფიზიკური შეზღუდვა და შეიძლება ეს დახმარება, თქვენი დახმარება დაჭირდეთ. ეს სტომატოლოგიური თქვენი გარემო ფიზიკურად ესე იგი მოწყობილი აღჭურვილობა, ეს სტომატოლოგიური სკამი როგორ უდგებით ბავშვებს, იმიტომ რომ ასეთი კითხვებით და შიშიც აქვთ ხოლმე. თუ ბავშვი განიცდის უნებლიე მოძრაობებს, ან ისეთი არაორდინალური რეფლექსები აქვს, რომელსაც არ ველოდებით ხომ? აი, როგორი უსაფრთხოების ზომები აქვს, რომ მკურნალობა ამ დროს როგორ მიდის, ალბათ ცოტა ძნელია, თუ ამ დროს მაინც თქვენ თვლით, რომ ნარკოზია საჭირო, თუ რას გვიპასუხებთ? აქ უკვე გააჩნია მკურნალობას თუ ჩარევა, ეს არის თერაპიული თუ ეს არის ქირურგიული, არის ხანგრძლივი და არის ტრამული, ამ შემთხვევაში აუცილებელი არის უკვე ნარკოზის გამოყენება, პაციენტი აუცილებელია იყოს მოდუნებული, დაძინებული და ამ შემთხვევაში ხდება უკვე ესა თუ ის მანიპულაციები. ხოლო თუ ეხა მცირე მანიპულაციის ჩატარება, რაც ესე ვთქვათ, წამიერად ხდება, მორყეული კვილი არის, სარძევე კვილი იმდენად მორყეული არის, რომ აი ერთი მცირე დადებით ეს მაშინ დადებით შესაძლებელია მისი ექსტრაგირება, ამ შემთხვევაში ეხა აუცილებელი არ არის პაციენტის მიმართოთ დაძინებას, ხო? დაძინება. სხვა შემთხვევაში აუცილებელია უკვე ეს ზოგადი ანესთეზია იმდენად დახვეწილია და იმდენად თანამედროვე მედიკამენტები გამოიყენება, აბსოლუტურად უსაფრთხოა და უმტკივნეულია. შესაბამისად ბავშვი არ იღებს სტრესს და ექიმი სრულფასოვნად ატარებს ამა თუ იმ მანიპულაციებს. და აქვე ჩაგეკითხებთ, თუ შეიძლება თქვათ სამედიცინო ეტლის მატარებელი ბავშვი, რომელიც თქვენთან მოხდება, თქვათ და იგივე თქვათ ეტლში, იყო ეს გუშინ დამისვეს ეს შეკითხვა, იგივე ეტლში რომ მოხდეს თქვენი მომსახურება, იმიტომ რომ რაღაც ბავშვი განიცდის და არ უნდა იმ ეტლიდან ამოსვლა და ამ პირობით მოდის ქირურგთან. იგივე აბსოლუტურად აი იონერად გავამეორდები თუ ეს არ არის ხანგრძლივი ჩარევა რა თქმა უნდა შეიძლება ესეთი გამონაკლისი დაუშვათ და თავისივე სკამში მოხდეს კი თუ ეს ხანგრძლივი ჩარევა არ არის აი ელემენტარული უმცირესი რაღაც ჩარევა გჭირდება კი სხვა შემთხვევაში ახლა ზოგადი ანესთეზია რაც გჭირდება ის აუცილებელია პაციენტის დაძინება, დაწვენა და ეს უკვე პოეტებში ვერ განხორციელდება. კი ბატონო.
ძალიან ძნელად გვაქვს ხოლმე საქმე, როდესაც თქვათ ქცევითი პრობლემები აქვს ბავშვს, მაგალითად აუტიზმის სპექტრის აშლილობა, ამ სტომატოლოგთან და ქირურგთან ვიზიტის და მკურნალობის ეს ოთახი, აი თვითონ ოთახში შესვლის აზრმად კი შეიძლება მისი შფოთვა და სტრესი გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში თქვათ უბრალოდ გასინჯვის დროს ხო ვერ დავამშვიდებ მშობლებს და ხომ არ გვეტყვით რამე მეთოდიკა თუ არის, თქვათ რომ ვიცი რომ ძალიან ძნელ კითხვას გისვამთ, მაგრამ ხომ არ ქონიათ პრაქტიკაში და რამეს ხმარობთ, თქვათ იგივე ფსიქოლოგიური მიდგომა ალბათ ყველა ქირურგს და ყველა ექიმს გჭირდება. ეს უკვე არის ვერბალური მიდგომა პაციენტთან, მათ მშობლებთან, გარემოც ასე ვთქვათ, ბავშვისთვის მისაღები იყოს, ეს არ იყოს სამსგავსებული, ესე ვთქვათ, კლინიკასთან არ იყოს, არის ასოცირებული. არის ნახატები, არის ფერადი სათამაშოები, ბავშვთან შევდივართ ურთიერთობაში მაქსიმალურად, რომ ეს იყოს ადაპტირებული ბავშვზე. მორგებული ბავშვი საჭიროებად. ეს ყველაფერი არის, ესე ვთქვათ, კონსულტაციის დროს. კონსულტაციის შემდგომ თუ რა ჩარევა არის საჭირო, დრო გჭირდება, უკვე წინასწარ ისაზღვრება, ხდება ბავშვის პრემედიკაცია, შემდეგ თუ საჭირო გახდა მისი დაძინება ხდება და უკვე აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ხდება ჩარევა. კარგი. მე მგონი აქ კითხვები აღარა გვაქვს. კაცრავად აგერ შემოსულა. მოგესალმებით, ბავშვი არის 11 წლის, მინდა ბრეკეტების დაყენება, მყავდა ექიმთან და გითხრა რომ სანამ სარძევ კბილებს სულად არ მოიცვლის, არ შეიძლება გაკეთდეს და თქვენი აზრი მაინტერესებსო. სარძევ კბილების თუ არ აქვს მოცვილი სარძევ კბილები, უმჯობესი არის, ხა ჩემი სფერო არ არის ეგ, რო ორთოდონტების სფერო რა თქმა უნდა, მაგრამ როგორც ორთოდონტები აყენებენ ფირფიტებს, იწყებენ მკურნალობას ფირფიტებით. კი, ფირფიტებით იწყებენ მომზადებას და შემდეგ უკვე გადადიან ბრეკეტ სისტემას. ეს აბსოლუტურად არის ორთოდონტის კომპეტენცია და პაციენტი უნდა მიყვას ესე ვთქვათ ორთოდონტს. მადლობა. თქვენ თუ გაქვთ რამე რო გითხრათ, რამე თუ გნებავთ, რო გააჟღეროთ, გისმენთ. კიდევ. ხოლო შემიძლია ვთქვა ის, რომ ეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შემთხვევაში უმჯობესი არის, რომ მკურნალობა ის იქნება სტომატოლოგიური, ჩატარდეს ზოგადი გაუთქივარების ქვეშ, რადგან ეს პროცედურა არ იყოს ბავშვისთვის დამთვრუნველი. კარგით. ძვირფასო მშობლებო, თუ გნებავთ რომ დაგვისვათ კითხვები და ეხლა ვთქვათ არ ახართ მზად, შეგიძლიათ მოგმართოთ, ბატონ ლადიკოს გადაუგზავნით თქვენ შეკითხვებს და კი ბატონო, ნებისმიერ დროს სიამოვნებით უპასუხებ მშობლებს. დიდი მადლობა ბატონ ლადიკოს, რომელიც სხვადასხვა კლინიკებში მუშაობს გამოცდილება აქვს და ამავე დროს მუშაობს ამ წუთში ჟვანიას სახელობის კლინიკაში და შეგვიძლია მასახის ქირურგიაში და შეგვიძლია მიმართოთ მას. იქნება ერთი კითხვა შემოვიდა სანამ დაგემშვიდობებით უკაცრავად. დიდი მადლობა რომ უფასოდ არიგებებს გვაძლევთ და ამასთან მინდა გითხრათ რომ იქნებ მალა მომირჩიოთ რომ ეს სიწითლე გადავიდეს ხრძილებიდან გაუქრეს ბავშვის სვამსლევეტრაცეტამს ეს არის ანტიეპილეფსიური წამალი და ლამიქტალს და რამე რეაქცია ხომ არ არსებობს რომ ეს სიწითლე ანუ ანთება ხრძილებიდან ჩაუქრეს ეთყობა ხრძილების ანთება ალბათ მშობელი თulis რომ ამ ორი პრეპარატისგან არის გამოწვეული რას გვეტყვით არსებობს ძალიან ბევრი მედიკამენტი ესე ვთქვათ მალამოები რომლითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პრობლემას და გარკვეულწილად ავალაგოთ თუმცა ესე მე ვფიქრობ რომ აუცილებელი არის პაციენტი ვნახოთ და შემდეგ უკვე დაუნიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
დიახ, ამიტომ რისგან არის გამოწვეული, რომ კი, შეფართეს აუცილებელია. იქნებ სულაც არ არის მედიკამენტოზო. ზედაპირულად და ესე დისტანციურად ძალიან რთული არის რაიმე მედიკამენტის განსაზღვრა პაციენტისთვის. დიახ. კარგით, სულ ეს იყო ჩვენი შეკითხვები. მადლობთ, რომ ასე აქტიურად იყავით ჩართული. ბატონ ლადიკოს, დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, რომელიც არ დაგზარდა და ესე საჭირო თემაზე დაგთანხმდა სასაუბროდ. ამ პლატფორმას დიდ მადლობას უხდით, რომ მშობლებს აქვთ საშუალება ნებისმიერ თემაზე ვესაუბროთ. ორგანიზატორებს მადლობა ჩვენ ლეკუნას, რომელიც ყოველთვის გვეხმარება და გემშვიდობებით, გელით შეკითხვებით და სხვა თემები, რაც გნებავთ, მოიწერეთ და გიპასუხებთ შეძლების და გვარად. ნახვამდის. მადლობა მოწვევისათვის, კარგად გრძანდებოდეთ. კარგად გრძანდებოდეთ.